როგორ მოხდა, რომ მეთევზის შვილი და ნაკლებად ცნობილი პროფესიონალი ჩოგბურთელი ყველაზე ძლევამოსილი კაცი გახდა ფეხბურთში. თანაც ისე, რომ არც მწვრთნელი ყოფილა და არც მოთამაშე. ამის მიუხედავად კი ერთ-ერთ უძვირფასეს კლუბს ფლობს ევროპაში აკონტროლებს ჟურნალისტებს და ამაში ფულს უხდის. ნებისმიერ წამს ხმამაღლა შეუძლია გააკრიტიკოს UEFA და სახელმწიფოებრივ დონეზე უმაღლეს პოლიტიკურ ფორუმებს ესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გვერდით. ეს ნასერ ალ-ხელაიფის ისტორიაა, ანუ ადამიანის, რომელიც საფეხბურთო ინდუსტრიაში ყველაზე ძლევამოსილი ბროკერია. ისეთი ძალაუფლების პატრონებზე, როგორც ნასერ ალ-ხელაიფია, ამბობენ, რომ ზეგავლენიანი ოჯახებიდან მოდიან, მაგრამ ხელაიფის შემთხვევა ასეთი რეალობისგან შორსაა. ის 70-იანი წლების დასაწყისში ქალაქ დოჰაში დაიბადა და ოჯახს მამამისი თევზაობით არჩენდა. ოღონდ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არა თევზებზე, არამედ ძვირფასეულობაზე თევზაობდა მდინარეების ფსკერზე. დღეს ეს საქმიანობა პრესტიჟულადაც კი ითვლება, თუმცა მაშინ ამაში არაფერი განსაკუთრებული არ იყო, სანამ კატარში გაზ და ნავთობს აღმოაჩენდნენ. ძვირფას ქვებზე სიღრმეებში ნადირობა ერთ-ერთ რიგით სამუშაოს წარმოადგენდა. ეს საშიში და დამღლელი საქმეა, რაშიც ცოტა ფულს გიხდიან თუ კი ვინმეს განხარ დაქირავებული. ასე რომ ალ-ხელაიფი მდიდრულ გარემოში არ გაზრდილა, მაგრამ ყოველთვის გამოარჩევდა ამბიციურობა. თავდაპირველად ჩოგბურთელობა გადაწყვიტა და კატარული სტანდარტებისთვის გამორჩეულადაც კი ითვლებოდა. ის პროფესიონალი ჩოგბურთელის გახდა, მაგრამ უმაღლესი რეიტინგი, რაც კი ATP-ში დაუფიქსირებია 995 იყო, ხოლო კარიერული შემოსავალი მხოლოდ 14,000 ევროს აღწევდა. თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მისი უდიდესი გამარჯვება არა საჩოგბურთო კორტების დამსახურებით, არამედ იმით მოვიდა, თუ ვისთან ერთად იყოფდა კორტებს. ვარჯიშებზე და ამხანაგური შეხვედრებისას ის ხშირად ეთამაშებოდა ახალგაზრდა ჩოგბურთის გულშემატკივარს, ვინმე ბინ ჰამად ალ-თანის, რომელიც მოგვიანებით კატარის ემირი გახდა. საჩოგბურთო კორტებმა ისინი ერთმანეთთან დაახლოვა, თამაშობდნენ ერთად წყვილებში, ვარჯიშობდნენ და საბოლოოდ მუშაობდნენ კიდეც. 2008 წელს, როცა ტამიმი კატარის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მმართველი რგოლი გახდა, ალ-ხელაიფი ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტად დანიშნა. ეს მისი პირველი ნაბიჯი იყო სპორტის ადმინისტრირების მიმართულებით. ამას მოჰყვა ალ-ჯაზირა სპორტსი. მან სამაუწყებლო უფლებები შეიძინა ჯერ ჩოგბურთისთვის, შემდეგ კი ფეხბურთისთვის, ხოლო საბოლოოდ ყველა სპორტის სახეობისთვის. და მაშინ, როცა კატარმა საკუთარი სუვერენული ფონდი გამოყო სპორტისთვის, რომელსაც Qatar Sports Investments-ის სახელით ვიცნობთ, 2011 წელს სათავეში კვლავ ნასერ ალ-ხელაიფი ჩაუდგა, რომელმაც იმავე წელს პარის სენ-ჟერმენის უმრავლესი წილი შეიძინა. 2013 წელს ის კატარში გამოცხადდა მინისტრად, რომელსაც პორტფოლიო არ გააჩნდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მას შეუზღუდავი უფლებები და ფინანსური შესაძლებლობები მიანიჭა თავისმა ნავთობით მდიდარმა სამშობლომ. ამით ის ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი გახდა. საფეხბურთო სტანდარტებით მმართველის სიძლიერე რომ შევაფასოთ, სულ რამდენიმე კომპონენტი დაგვჭირდება. ამ ინდუსტრიაში სულ რამდენიმე ადამიანს გააჩნია უდიდესი გავლენები და ისინი ერთმანეთთან არიან კავშირში. პირველი კომპონენტი კლუბებია, ანუ ფანები, სტადიონები, გულშემატკივრები და მათი ისტორია. ისინი ქმნიან პროდუქტს და თამაშის ემოციურ ნაწილს წარმოადგენენ. მეორე ლიგები და ფედერაციებია, რომლებიც აორგანიზებენ ტურნირებს, ქმნიან წესებს და ასე შემდეგ. ეს მოიცავს ეროვნულ ლიგებს, როგორებიც პრემიერ ლიგა, ლა ლიგა არიან, ასევე ორგანიზაციებს, UEFA-ს, FIFA-ს, რომლებიც მართავენ ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიოს ჩემპიონატს. მესამე არიან მაუწყებლები, ანუ ტელეკომპანიები, რომლებიც მილიარდობით თანხას იხდიან იმისათვის, რომ მოიპოვონ თამაშის გაშუქების უფლება. საპირისპიროდ კი ისინი განაგებენ თამაშის ტექნიკურ მხარეს, ანუ დროს, თარიღს, კალენდარს და პროდუქტს საკუთარ ფორმას აძლევენ. მეოთხე კი სპონსორებია. მაისურებიდან დაწყებული სტადიონების სახელებით დამთავრებული სპონსორებს შემოაქვთ ფული, აძლევენ ბრენდის სტრატეგიას, ფორმას და ყურებადობაზე ახდენენ გავლენას. ეს არის საფეხბურთო ძალაუფლების ძირითადი 4 კომპონენტი, რომლებთანაც ნასერ ალ-ხელაიფი მჭიდროდ არის კავშირში. 2011 წელს Qatar Sports Investments-მა PSG-ს 70% მხოლოდ 70 მილიონ ევროდ შეისყიდა, რაც საკმაოდ იაფიანი და ჭკვიანური გარიგებაა დღევანდელი გადმოსახედიდან ევროპის შუაგულში არსებული დედაქალაქური კლუბისთვის. თან არ დაგვავიწყდეს, რომ სენ-ჟერმენი მაშინ სუპერკლუბის ნაცვლად საპნის ოპერა უფრო იყო, რადგან სტადიონზე გულშემატკივრები არ დადიოდნენ და ხელმძღვანელობას შორს მიმავალი გეგმები არ გააჩნდა. ალ-ხელაიფის განზრახვა იყო, რომ პარიზი საფეხბურთო ქალაქად, ხოლო კლუბი კი გლობალურ ბრენდად გადაექცია. თანაც ამაში ხელს ადგილმდებარეობაც უწყობდათ. პარიზი, საფრანგეთის დედაქალაქი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი კულტურული ცენტრია, 13 მილიონი მაცხოვრებლით, რომლებიც პოტენციური გულშემატკივრები არიან. ეს იყო მიძინებული მონსტრი, რომლის გამოღვიძებაც კატარელებმა გადაწყვიტეს. პირველივე წელს საფრანგეთის ჩემპიონატის რეკორდი მოიხსნა ერთი კლუბის მიერ ტრანსფერებში გადახდილი თანხებით. კლუბში სხვადასხვა დროს ისეთი ფეხბურთელები მოვიდნენ, იფიქრებდით ოქროს ბურთის ტოპ 5 ნომინანტი ერთადაა თავმოყრილიო. ეს იყო განცხადება, რომ PSG ანგარიშგასაწევი ძალა გახდა და არავისთვის იქნებოდა მათთან დაპირისპირება იოლიგასეირ. შიდა ასპარეზზე დომინაცია მარტივად დამყარდა, მაგრამ ევროპაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოგება მაგრად გაჭირდა.
მოედანს მიღმა საქმეები იდეალურზე კარგად მიდიოდა. პარკ დე პრენსი მსოფლიო დონის ვარსკვლავების თავშეყრის ადგილი გახდა, რადგან ალ-ხელაიფიმ ბრენდი ჩამოაყალიბა. ის გულშემატკივრებს ისე ეპყრობოდა, როგორც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაშია და ამით PSG-ს როგორც ფუფუნების საგნის შეხედულება დამკვიდრდა. 2024 წელს PSG-ს შემოსავალმა სპონსორებიდან 446 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც უდიდესი მაჩვენებელია ევროპის ტოპ 5 ლიგიდან. მეტიც, მხოლოდ PSG-ს სასპონსორო შემოსავალი მთლიანი ლიგა 1-ის შემოსავალსაც კი აღემატებოდა. როგორ არის ეს შესაძლებელი? მარტივად, თუკი ყველა სპონსორი შენს მფლობელთან არიან კავშირში. 2011 წელს კატარელების პარიზულ კლუბში შესვლიდან ორგანიზაციის სპონსორები გახდნენ ახლო აღმოსავლეთის უმდიდრესი კომპანიები და ბრენდები: Qatar Airways, Qatar Tourism და კატარის ეროვნული ბანკი. ფაქტობრივად აღმოსავლელები საკუთარ რეკლამას ფრანგებზე გავლით იკეთებდნენ. ამით PSG-მ შექმნა ისეთი ფინანსური ეკოსისტემა, რომელსაც სხვა კლუბები კონკურენციას ვერ გაუწევდნენ. 2021 წელს ალ-ხელაიფი ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი გახდა. ეს ორგანიზაცია კი ევროპაში 200-მდე კლუბს წარმოადგენს. ამ თანამდებობაზე მან სუპერლიგის სკანდალის გამო გაგდებული იუვენტუსის ყოფილი პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ჩაანაცვლა. ეს კი დამთხევა არ არის. როდესაც ტოპ 12 კლუბი სუპერლიგის შექმნას ცდილობდა, PSG მათ რიგებში არ გაწევრიანდა. ნასერმა UEFA-ს უერთგულა, სანაცვლოდ კი უფრო დიდი გავლენით დაჯილდოვდა. ის აქამდეც იყო UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, მაგრამ დღეს ჩეფერინის მარჯვენა ხელსაც ეძახიან. მაშინ კი, როცა კატარელი კორუფციულ სკანდალში გაეხვა, ჩეფერინმა მხარი დაუჭირა და საკუთარ პოზიციაზე დატოვა. მისი გავლენა იმდენად დიდია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად იღებდა მონაწილეობას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებში. ასეთი გავლენითაც კი ალ-ხელაიფის ფეხბურთში გაუჭირდა მეხუთე ბონუს კომპონენტის გამო, რასაც მოთამაშეებს უწოდებთ. დღეს ფეხბურთელები თვითონ იქმნიან იმიჯს და თავად ხდებიან ბრენდები. ასეთ რიგებში შედის კილიან მბაპეც. მისი და კატარელი მილიარდერის ურთიერთობა ერთ დროს PSG-ს განვითარების სტრატეგიის საყრდენს წარმოადგენდა. ფეხბურთელმა 2023-ში მადრიდის რეალის შეთავაზებაც კი უარით გაისტუმრა და კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი რომ არ გამოვიდა, კილიანმა რეალში გადასვლა გადაწყვიტა. თანაც პარალელურად ნასერთან სასამართლო დავა წამოიწყო, რომელშიც ის ყოფილ ხელმძღვანელს 55 მილიონი ევროს გადაუხდელობაში სდებს ბრალს. ეს ბრალდება არა UEFA-ს ან რომელიმე სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში, არამედ პირდაპირ სამოქალაქო კრიმინალურ დონეზე შეიტანა. მის მოთხოვნებში შედის სენ-ჟერმენის საბანკო ანგარიშების დროებითი გაყინვაც და დროებით ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა. კლუბი ცხადია უარყოფს მბაპეს ბრალდებებს და ამბობს, რომ ფრანგთან ვერბალური შეთანხმება იყო მიღწეული, რომლის მიხედვითაც თუ კილიანი წასვლას გადაწყვეტა და ამ თანხაზე უარი უნდა ეთქვა. მბაპე მოითხოვს მეტ გამჭვირვალობას ფეხბურთელების უფლებებისა და ხელშეკრულებების მიმართ. მისი მესიჯ ბოქსი გასაგებია. მოთამაშეები უბრალოდ დაქირავებული თანამშრომლები აღარ არიან, ისინი თავადაც ძალაუფლების მქონე ბროკერებს წარმოადგენენ. ეს დავა დღემდე გადაუწყვეტელია, მაგრამ 2025 წლის 31 მაისიდან მოყოლებული წარმოუდგენელია ვინმე კატარელ მილიარდერზე უკეთეს ხასიათზე იყოს. მან ხომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო მბაპეს გაშვებიდან პირველივე წელს. თანაც ეს უკანასკნელი უტიტულოდ დარჩა. ეს გათვლაც ლატარიაში ჯეკპოტის მოგებას გავს. ხელაიფის გავლენები იზრდება და ფაქტია, რომ მის ძალაუფლებას ლიმიტი არ უჩანს. ამაში კი ჩემპიონი გუნდის ფლობა და UEFA-სთან მეგობრობაც ეხმარება. არ არის გამორიცხული ჩეფერინის გადადგომის შემდეგ მან მოისურვოს ევროპული ფეხბურთის მმართველობა და გამოუვიდეს კიდეც. მაგრამ ეს მხოლოდ სპეკულაციებია. დღევანდელი რეალობის მიხედვით კი ნასერ ალ-ხელაიფს არანაკლები გავლენა აქვს მსოფლიო ფეხბურთზე, იგივე FIFA-სთან შედარებით და გავლენის მაჩვენებელი დღითი დღე მატულობს.